მაყურებელს ვეწყი, რომ კიდევ ერთხელ დავწმუნდით, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა რამდენად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს პრევენციული ღონისძიებები ჯანმრთელობის შენარჩუნების მართლაც რომ ყველაზე ეფექტური გზა გახლავთ, ჩეკაპისა და ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერის სერვის თოდუას კლინიკა მოგეხსენებათ, რომ აქტიურად გვთავაზობს და სწორედ აი ამ მედიცინის მიმართულებაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თუ რას მოიცავს ჩეკაპი და რატომ უნდა ჩაიტაროს ადამიანმა პროფილაქტიკური გამოკვლევები. თოდუას კლინიკის ჩეკაპის და პერსონალიზებული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ეჯიბაძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი და ასევე თოდუას კლინიკის თერაპევტი მაკა გუჭაშვილი, რომელსაც კიდევ ერთხელ მივასალმები. მადლობა რომ დღეს ხართ ჩვენთან ერთად. მოკლედ თოდუას კლინიკა უკვე მეხუთე წელია მოსახლეობას თავაზობს ჩეკაპის სერვისს და ჩეკაპის სერვისის ირგვლივ ბოლო წლების მანძილზე ვიცით რამდენად გაზრდილია ცნობადობა და ეს ნამდვილად ძალიან კარგი დასაფასებელი და მისასალმებელია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე თქვენი წვლილი ამ პროცესებში. მოდი დავიწყოთ საუბარი, დავიწყოთ იმით, თუ რას მოიცავს ჩეკაპის სერვისი. ქალბატონო თამარ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩავიტაროთ პერმანენტულად პროფილაქტიკური გამოკვლევები. მოგესალმებით. ჩეკაპი არის ჯანმრთელობის პრევენციული შემოწმების პროგრამა, რომელიც გულისხმობს სიმპტომების გამოვლენამდე პრობლემის აღმოფხვრას. თავისთავად იგულისხმება ყველა გამოკვლევის ჩატარება, რაც გეგმიურ კვლევებში შედის, ასევე შესაძლებელია პერსონალიზირებულად თუ გარკვეული პრობლემები აღმოჩნდება, მერე უკვე უფრო ჩაღრმავებაც. პრინციპში ეს არის ერთგვარი პრევენციის გზა, რითაც კიდევ უფრო წარმატებულად ვუფრთხილდებით ჩვენს ჯანმრთელობას, მაგრამ ამის მიუხედავად იგივე ჩივილების სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში ხშირად არ ვაქცევთ ხოლმე ჩვენი ჯანმრთელობის ყურადღებას, არ ვუთმობთ ხოლმე დროს და თითქოს ამისთვის საჭირო მომენტი არასდროს მოიძებნება ხოლმე აი ამ გადატვირთული და საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესის პარალელურად. აი რატომ არის მნიშვნელოვანი მაინც გამოვნახოთ ეს დრო და ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩატარდეს ჩეკაპი, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ შემოწმებას. რას ნიშნავს ეს პროფილაქტიკური შემოწმება? ეს არის დაავადების გამოვლენა მანამ, სანამ ჩივილი შეაწუხებს პაციენტს და მანამ, სანამ ჩივილი შეაწუხებს პაციენტს ჩატარდება ეს დიაგნოსტიკური კვლევები, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე აღმოჩენილი დაავადება მკურნალობის თვალსაზრისითაც, მისი მართვის თვალსაზრისითაც გაცილებით მარტივია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ადრეულ სტადიაზევე იქნას ესა თუ ის დაავადება აღმოჩენილი. გარდა ამისა, ქრონიკული პაციენტების შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადრეული, უბრალოდ მართვა აი ამ დაავადების, მისი შემდგომი გართულების თავიდან არიდების რისკ ფაქტორებს მოგვარიდებს აგრეთვე და გამწვავების თავიდან არიდებას. მოდი მაშინ მეტად კონკრეტიზაციაზე რომ გადავიდეთ და მაყურებლისთვისაც უფრო გასაგები იყოს, რა ანალიზების და იგივე გამოკვლევების ჩატარების შესაძლებლობა გვაქვს ჩეკაპის სერვისის ფარგლებში და ასაკის სქესის მაგალითად ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით თუ ხდება სპეციალური პაკეტების და მომსახურების შეთავაზება თქვენი პაციენტებისთვის. რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგეგმება და ერჩევა პაციენტისთვის მისთვის შესაფერისი პაკეტი. ამის გათვალისწინება ხდება როგორც ასაკის, ცხოვრების სტილის, გენეტიკური მემკვიდრეობის, ასევე ვითვალისწინებთ ანამნეზს თუ რაიმე სახის პრობლემები არსებობდა წარსულში. შემდეგ უკვე ხდება ლაბორატორიული, მაღალტექნოლოგიური კვლევები და შესაბამისად ემატება კიდევ კონსულტაციები საჭიროებისამებრ. გასაგებია. რომ გითხრათ აი თქვათ რა არის ამ მიმართულებით გასათვალისწინებელი? დიახ, რა არის ამ მხრივ გასათვალისწინებელი? რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს პაციენტის ასაკს, სქესს, გენეტიკური ფაქტორების წინასწარ განწყობას, ანუ რისკ ფაქტორების შეფასებას. იმ გენეტიკური ფაქტორი, ანამნეზში რაღაც დატვირთული გენეტიკური ფაქტორების შეფასებას და შესაბამისად შედგენას ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე პაციენტის ჩეკაპ პაკეტის შეთავაზებას. აქვს ამ რა თქმა
თქმა უნდა მნიშვნელობა. ეს მოიცავს როგორც ლაბორატორიულ, ისე ინსტრუმენტულ კვლევებს, ეს ლაბორატორიული კვლევები, რა თქმა უნდა, მოიცავს სისხლის ბიოქიმიურ, მოიცავს აგრეთვე იმუნოლოგიურ კვლევას, შარდის კვლევას, სხვადასხვა ორგანოს ულტრაბგერით გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაღრმავებას და ფაქტობრივად მთელ ორგანიზმს იკვლევს ადამიანი. რა თქმა უნდა, დღის განმავლობაში პაციენტს და რა თქმა უნდა, ამაში შედის აგრეთვე სხვადასხვა ექიმების კონსულტაციების 5 სხვადასხვა ექიმის სპეციალისტის კონსულტაცია და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ერთი ვიზიტით პრაქტიკულად ადამიანს მისი ჯანმრთელობის შესახებ უკვე სრული ანამნეზი და სრული დასკვნა ედება და მოდი აი მაყურებელს რომ ვუთხრათ მაინც რა განსხვავებაა სტანდარტულ სამედიცინო გამოკვლევებსა და ჩეკაპის სერვისს შორის. აი ეს ორი ერთმანეთისგან რომ გავმიჯნოთ თუ არის შესაძლებელი. სტანდარტულ შემთხვევაში მივდივართ ექიმთან, მაშინ როდესაც რაიმე სიმპტომი გვაქვს, რაღაც გვაწუხებს, დისკომფორტს გვიქმნის. და ამ შემთხვევაში ექიმიც კონცენტრირებულია ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზის ლოკალურად ის მოგვარებაზე. ჩეკაპი კი პირიქით კონცენტრირებულია უფრო პრევენციაზე, იქამდე სანამ რაიმე სახის სიმპტომი გაგვიჩნდება, აღმოფხვრათ ადრეულ ეტაპზე დაწყებული პრობლემა, ისე რომ არანაირი გართულება არ გქონდეს. უმეტეს შემთხვევაში ეს არა მხოლოდ დროის და ფინანსების დაზოგვა, ასევე ძალიან ამარტივებს პრობლემის მოგვარებას. კი, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად. აი ქალბატონო მაკა, ადამიანები, რომლებიც ახლა გვადევნებენ თვალს, საინტერესო როგორ იქნება თქვენი რეკომენდაციები, რჩევები, მათთვის, ვისაც სწორედ აი ახლა გეგმავს თავის პირველ, თქვათ, ჩეკაპის სერვის ცხოვრებაში. რა უნდა გაითვალისწინონ და იგივე აი ინტერვალებთან მიმართებაში არის ხოლმე საინტერესო და ხშირად ისმის ეს შეკითხვები, რამდენ ხანში ერთხელ არის მიზანშეწონილი რომ ჩავიტაროთ ეს მომსახურება. დიახ, იცით, როდესაც პაციენტი მოდის ჩეკაპ სერვისზე, რა თქმა უნდა, პირველადად ხდება მისი გასაუბრება სპეციალისტთან და შერჩება შესაბამისი იმ სერვისის, შესაბამისი პაკეტის, რომელიც ითვალისწინებს აი ამ მის ყველა მონაცემებს და ეს ანამნეზის შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დეტალურად ეს ანამნეზის შეკრებით ხდება დეტალური მისი ჯანმრთელობის შესახებ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება. მე ვურჩევ, რა თქმა უნდა, პაციენტებს, რომ რატომ მოვიდნენ, იმიტომ რომ კიდევ და კიდევ დავკონკრეტდები, რომ ჯანმრთელობის საწინდარი არის მისი დროული, ადრეული აღმოჩენა ამა თუ იმ დაავადების და დაავადების არარსებობის შემთხვევაში ჯანმრთელობის გაფრთხილება და ეს გაფრთხილება სწორედაც არის მისი რაღაც პერიოდულობით შემოწმება და მაინც აი რა საკიდან უნდა მივმართოთ ამ მომსახურებას, ახლა თვალს გვადევნებენ ახალგაზრდები, შესაბამისად იგივე მათთან მიმართებაში ჩნდება კითხვა, აი რა საკიდან უნდა დავიწყო საკუთარი სხეულის ორგანიზმის და რიგი, ვთქვათ, დაავადებების კვლევა. დიახ, იცით როგორ არის ჩვენთან არის ბავშვთა ასაკის კვლევების მიმართულებითაც, ანუ პედიატრიული ჩეკაპი და არის უკვე მოზრდილთა ასაკის ჩეკაპი. მაგრამ ეს მოზრდილი ასაკის ჩეკაპიც არის იმისდან მიხედვით, რომ მაგალითად ახალგაზრდა დაუშვათ 30-40 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის ცოტა განსხვავებული უფრო არის დაუშვათ პრევენცია და დაუშვათ 40-50 წლის ასაკის ზემოთ უკვე უფრო მიზანმიმართული კვლევები. ამიტომ აქაც გასათვალისწინებელია პაციენტის უშუალო ურთიერთობა პირველ რიგში მის კონსულტაცია და შემდეგ უკვე ამის განსაზღვრა. და თამარ, თოდუას კლინიკა თავის პაციენტებს თავაზობს ასევე ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერის მომსახურების სერვისს. საინტერესო რას გულისხმობს ეს და რამდენად ეხმარება პაციენტებს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში მართონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიახ, სამივე ფილიალში ჩვენი კლინიკის შესაძლებელია ნებისმიერ სერვისზე პაციენტმა მიიღოს ჯანმრთელობის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, რაც გულისხმობს იმას, რომ აბსოლუტურად გამარტივებულად, ასე ვთქვათ, რიგების გარეშე მაქსიმალური კომფორტით მიიღონ ნებისმიერი სერვისი, რაც ასევე გულისხმობს შემდგომში კვლევის ან პროცედურის შემდგომ მონიტორინგს, ექიმებთან კონსულტაციებს, ეს ყველაფერი ხდება უმოკლეს დროში და ცალკე განსაზღვრულ კომფორტულ დროებით უმეტეს ჯანმრთელობასთან მიმართებაში ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან მიმართებაში. ქალბატონო მაკა, საინტერესოა ექიმის და პერსონალური მენეჯერის კოლაბორაცია როგორ ხდება?
დიახ, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ძალიან პრიორიტეტიც მისის არის, რომ პერსონალურ მენეჯერთან ერთად და ექიმთან ერთად ხდება შეთანხმებული ამ ყველაფრის დაგეგმარება, დროის მოკლე პერიოდში ამ ყველაფრის გაკეთება და პერსონალურ მენეჯერი ამას ყველაფერს აგვარებს ბიუროკრატიულ საკითხებს, რომ არ შეწუხდეს პაციენტი და არ იყოს პრობლემა მისთვის, ხოლო ექიმი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესე იგი პაციენტი ჩაიტარებს ამ ყველა კვლევას და დასრულდება ეს კვლევის პროცესი, მერე კვლავ ხდება მისი აი ამ შემაჯამებელი მისი დანიშნულებით და რეკომენდაციებით მასთან გასაუბრება და დეტალურად ყველა მის დანიშნულებაზე და ყველა მის რეკომენდაციაზე ეძლევა უკვე პასუხი და ნებისმიერ კითხვაზე აქვს პასუხი ამასთან დაკავშირებით. სწრაფი და დროული მომსახურება.